სამწუხაროა, როდესაც არის 7 მაგის სტანდარტი არსებობს, ახლა როდესაც იარაღით დარბიან, უბნებს არბევენ, როდესაც არის მე პირადად ხომ მახსოვს რომ მოძალადეები კორცხელში, მაგალითად ბორჯომში, თუ მოno სხვა პოლიტიკოს თავის თავზე გადახდენია ფიზიკური აგრესია მოწინააღმდეგების მხრიდან, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელი არასოდეს არ არის, ვინც არ უნდა იყოს ფიგურანტი. ჩვენ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებსაც და პოლიტიკოსებსაც კარგად უნდა გქონდეს გათვითცნობიერებული რა ბრძოლაში ვართ. ეს არის უთანასწორო ბრძოლა ძალიან დიდ ბოროტებასთან, ძალიან დიდ მანქანასთან, ოლიგარქიულთან და ამ ბრძოლაში თუ კი რომელიმე სამოქალაქო აქტივისტმა ამ პარტიის ახალგაზრდა წევრმა დაუშვა შეცდომა, მას რჩევა ჭირდება, რეკომენდაცია ჭირდება და არა დაგმობა და მისი დასჯისკენ, ასე ვთქვათ, მოთხოვნების გაჟღერება მთელი 2 დღის განმავლობაში, რამაც ამას ვერავინ ვერ გადამათქვევიებს. ამ პოზიციაზე ვრჩები, ხელფეხი გაუხსნა ხელისუფლებას, რომ ახალგაზრდა ადამიანი, აი ადვილი, ნადავლი გამختارიყო ხელისუფლებისთვის. რას ვეუბნებით უამრავ გულანთებულ ახალგაზრდას, ასობით, ათასობით ადამიანებს. სახიდან გამოუსვლელად კომენტარების კეთება და შეფასებების გაკეთება ადვილია, ვეთანხმები ბევრს, მაგრამ რთულია იყო ველზე მებრძოლი, სადაც შეიძლება დაუშვა შეცდომა. თუ თანხმდებით, რომ ქვეყანაში არც ავტოკრატია და არც დიქტატურასთან ვართ ახლოს, კი ბატონო, ყველაზე ადვილი არის და ალბათ საშუალის ხშირ შემთხვევაში მორალური პოლიციელი როლის მორგება.